საკადრო გადაადგილებები ქართული ოცნების მთავრობაში გრიგოლ ლილუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აღარ იქნება და ის ახალ უწყებას რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი სამინისტროსგან გამოიყოფა. ლილუაშვილის ადგილს კი ანდრე ოხანაშვილი დაიკავებს. იგი ამ დრომდე ოცნების იუსტიციის მინისტრი იყო. ოხანაშვილს პოსტზე რუსთავიორის ყოფილი გენერალური დირექტორი და ოცნების დეპუტატი პაატა სალია შეცვლის. საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეძღვრება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად მას აღარ ჰქონდა აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ზოგადად მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, შესაბამისად მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას.